სალამი მეგობრებო, მზიანი დიდგორიდან მორიგი ეტაპი გვაქვს აღმართის დაძლევის და ჩამოვედით ახლა დიდგორის ეტაპზე. საკმაოდ ჩქარი, ექსტრემალური გზა არის, ზუსტად ისეთი მე როგორც მიყვარს. რაღაცა მონაკვეთები არის ისეთი, სადაც ბევრი ჭუჭყი არის გზაზე, ცოტა რთული იქნება, მაგრამ ახლა ვარჯიშზე გავივლი და ნახოთ წინა შეჯიბრზე რა პრობლემაც შეგვექნა, ეს იყო მუხრუჭები და მუხრუჭები გამოცვალეთ, დავაყენეთ 340-ის დიდი მუხრუჭები უფრო, მაგრამ თლიანად ყველაფერი შევცვალეთ სამუხრუჭის სისტემაში, რაც არის აბსოლუტურად ყველაფერი შევცვალეთ. შევცვალეთ ასევე უკანა სავალი ნაწილები, რომელმაც უფრო მეტ სიმძლავრეს უნდა გაუძლოს. დავაყენეთ დიდი კარდანი, ნისანის ხიდი და ყუმბარები, რომელსაც არც ისე სპორტული ბლოკირების სისტემა მოყვება. ამიტომ გადავწყვიტეთ დავაყენებინა კუსკოს მექანიკური LSD ბლოკირება. ლამაზია. რომელიც ქარხნულად საკამაოდ ხისტის ეტაპით მოდის და ჩვენ ასეთი ხისტი ბლოკირება არ გვჭირდება. ამიტომ დავშალეთ, რომ ნაკლებად ხისტი ეს ეტაპი გავიკეთებინა. ეს ყველაფერი კი ფირფიტების გადანაცვლების კომბინაციით ხდება. აი ეს არის ეს ახლა. აი აქედან იწყება. აქედან იწყება ესე ხო? შუიდან. ეს ერთი. ესი. ორი. ორი ეგეთი უნდა დაიხლა შენ. ეს ერთი. განათება. ეს ორი. ეს ერთი. ეს მეორე. დიდი პატარა და შორტ. ოპა, შეგა. ოპა. ხე. მეხუთე ელემენტი აწყო. შემდეგი მნიშვნელოვანი ელემენტი არის სპლიტერი. მაღალ სიჩქარიან ტრასებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აეროდინამიკა. დიდგორის გზა ზუსტად ასეთია და ამიტომ გადავწყვიტეთ გავუკეთებინა სპლიტერი, რომელიც მანქანის წინა მხარეს დაუნფორს გაზრდიდა. მოსალოდნელი დაუნფორსი 100 კილოგრამზე მეტი იყო, ამიტომ კარგად გამაგრება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ასევე გვინდოდა რომ მარტივად მოხსნადი ყოფილიყო. შევღებეთ წყალგაუმტარის აღებავით და ჩვენი სპლიტერიც მზადაა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ რუსთავში ატუ მოტორში. ჩავასხით ევროლობის ზეთი და აქედან გავეშურე რაკერასთან და გადავანასტროებით მანქანა უკვე 30% სპირტზე. I guess you could call it a comeback. Yippee-ki-yay, cowboy with a drum pad. The hands are dumb fast. I had to learn quick. Sharp as a dumb tack. Ain't no free rides. They say the bus pass. Hold up. Yeah. ჩაიშალა ყუმბარი და სამწუხაროდ სავარჯიშო გავლა ვერ მოვახერხე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დასრულ გზაზე ინფორმაციის შეგროვება მჭირდება, რომ გავიგო რა მონაკვეთებშია გადმოყრილი ხრეში და სად უნდა ვიყო ფრთხილად. როგორც აღმოჩნდა, გაფუჭებული ყუმბარა დეფექტური იყო, მაგრამ კარგი ის არის, რომ სათადარიგო წამოგებული გვაქვს და შეცვლად შეგვიძლია. ყუმბარა შევცვალეთ. ახლა კი გადამწყვეტი გარბენის დროა, რომელზეც შესაძლოა მთლიანი ჩემპიონატის ბედი იყოს დამოკიდებული. გადავწყვიტეთ ავირჩიოთ პლან B, რომელიც მეორე მაპზე გადართვას და უფრო მეტი სიმძლავრის გამოყენებას ნიშნავს. ეს რომ გაიხსნას, ამისთვის ბენზინში სპირტის კონცენტრაცია მინიმუმ 30% უნდა იყოს. არა ჩანს. 30.
ყველანი გულის ფანცქალით ველოდებით დროების დადებას. მოიგო! მოკლედ ძალიან დაძაბული შეჯიბრი გამოვიდა. ბოლო გაოლამდე არ ვიცოდით ვინ მოიგებდა. თან ისე რომ ტოპ 3 საერთოდ სად მოხვდებოდი არ იცოდი. ბოლო გავლამდე მქონდა მესამე დრო, სტარტზე ცოტა შეფერხება მომივიდა, მაგრამ ეგ ყველაფერი მერე ამოვხა ჩემ თლიან გზაზე და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ მოვიგე 0.4 წამით, ხო? და მოკლედ ჩემპიონატში სიტუაცია ცოტათი შემოვატრიალე და ნახოთ ახლა შემდეგი 3 ეტაპი როგორ განვითარდება. ჩვენ შემართებით ვართ მთელი გუნდით და შემდეგი ეტაპი სავარაუდოდ იქნება ამ